თბილისში ევროპის კვირეული გრძელდება დღეს მონაწილეები ბრიტანელი მკვლევარის ალექს პეტერსენის პრეზენტაციას მოისმენენ. მეცნიერი კონფლიქტოლოგიის თემაზე ისაუბრებს. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დისკუსია. დელეგატები დღეს ორ თემაზე იმსჯელებენ, ესენია სირიის თემა და რუსეთი. ამ მხრივ საუბარი შეეხება იმას, თუ რატომ გაიზარდა ბოლო წლებში საზოგადოების ინტერესი პოლიტიკის მიმართ. და სოფო ხანაშვილი აშუქებს კვირეულს, რომელსაც ჩავთავთ ახლა პირდაპირ ეთერში. სოფო, შენ უკვე მეხუთე დღე აკვირდები კვირეულის მიმდინარეობას. ზოგადად როგორ ფასდება ამ ღონისძიების მნიშვნელობა საქართველოსთვის? ორგანიზატორებმა განვლილი 4 დღე უკვე შეაფასეს, ისინი კმაყოფილები არიან იმ შედეგებით და იმ დაინტერესებით, რასაც ადგილი ჰქონდა საზოგადოების მხრიდან კვირეულის ფარგლებში გამართული ღონისძიებების მიმართ და ისინი იმედოვნებენ და პროგნოზირებენ, რომ დარჩენილი 3 დღის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებების მიმართ, მათ შორის დისკუსიების, პრეზენტაციების, საჯარო გამოსვლების და რა თქმა უნდა ფოტოფესტივალის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, თქვენ უკვე აღნიშნეთ, რომ ეს არის კვირეულის მეხუთე დღე და დღევანდელ დღეს დაგეგმილი პირველი ღონისძიებამდე რამდენიმე საათი რჩება. პირველი ღონისძიება ეს არის კვლევის პრეზენტაცია, კვლევის სახელწოდებაა საქართველოს კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტა. მისი ავტორია ალექს პეტერსენი, რომელმაც მუშაობა ამ კვლევაზე 1 წლის წინ დაიწყო. კვლევა ეფუძნება იმ ინტერვიუებს, რომელიც მკვლევარმა ჩამოართვა მოქალაქეებს, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის კონფლიქტურ რეგიონებშიც, ასევე რუსეთის ქალაქებშიც და ძირითადი გზავნილი, რისიც ხმაც მკვლევარს უნდოდა საკუთარი ნამუშევრით ის არის, რომ საერთაშორისო საზოგადოება აქტიურად უნდა ჩაერთოს იმ პროცესებში, რომელსაც ადგილი აქვს ქვეყანაში. და დაინტერესებულ პირებს პრეზენტაციის გარდა წინელით ასევე ორი დისკუსია, ერთი დისკუსიის თემა რუსეთი, რატომ გაიზარდა ინტერესი პოლიტიკის მიმართ და მეორე დისკუსიაზე დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ მოისმინონ მსჯელობას სახელმწიფოებრივ აღმჩენებლობის შესახებ. 4 დღე გავიდა ევროპის კვირეულის და საკმაოდ დიდი ინტერესი არის საქართველოს მოქალაქეების მხრიდან იმ დისკუსიების მიმართ, რომელებსაც ჩვენ ვატარებთ ევროპის სახლში და ასევე ეროვნულ მუზეუმში. სირიაში მიმდინარე მოვლენები მოგეხსენებათ ყველა ქვეყნის მთელი მსოფლიოს ახალი ამბების მთავარი თემაა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში და ამან გამოიწვია ამ თემის ჩასმა ჩართვა ევროპის კვირეულში მთლიანობაში, იმიტომ რომ ძალიან აქტუალურია და მათ შორის საქართველოსთვისაც. ფოტოფესტივალის ფარგლებში დღეს თბილისი მასპინძლობს მსოფლიო პრემიერას. ფოტოხელოვნების და ზოგადად ფოტოგრაფიის მოყვარულებს დღეს შესაძლებლობა მიეცემათ იხილონ გამოფენას სახელწოდებით მხილება, რომელშიც ასახულია ის ნამუშევრები, რაც ასახავს იმ რეალობას, რასაც ბოლო რამდენიმე პერიოდის განმავლობაში ადგილი აქვს სირიაში. როგორც ორგანიზატორებმა ჩვენთან საუბარში განაცხადეს, გამოფენა დაკომპლექტებული იქნება რამდენიმე ავტორის ნამუშევრით და ერთ-ერთი ძირითადი მიზანი ამ ფოტოფესტივალში, ამ სერიის და ამ ხაზის ჩასმის იყო ის, რომ გარკვეულწილად ავტორებმაც და ორგანიზატორებმაც გამოხატეს პროტესტი იმ პროცესების მიმართ, რასაც ადგილი აქვს სირიაში. მიხარია, რომ თბილისის ფოტოფესტივალს მიეცემის საშუალება, რომ ყველა ის არამრავლრიცხოვანი ფოტოგრაფი, რომელმაც შეძლო სირიაში მუშაობა, რომ ყველა ფოტოგრაფი დაგთანხმდა, რომ ყველა მოგცა ფოტოები, შესაბამისად დაკომპლექტდა ჯგუფური გამოფენა. ბოლო ფოტოები, რომელიც შევიდა ამ გამოფენაში დათარიღებული არის აპრილის შუა რიცხვებით, ეს არის ჩვენი პროტესტის გამოხატვის სურვილი, ეს არის ჩვენი სურვილი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ალბათ უფრო ჩართული იყოს იმაში, რომ ეს პრობლემა გადაწდეს. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებს, დაგეგმილ დისკუსიებს, გამოფენებს, საჯარო ლექციებს და რა თქმა უნდა თქვენ იქნებით პირველები, ვინც ამ ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას მიიღებს. დიდი მადლობა სოფო, ეს იყო სოფო ხანაშვილი, რომელიც საუბრობდა ჩვენს პირდაპირ ეთერში.